საქართველოს ერთსულ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიგო ყველა ანტიფაშისტურ ერებს შორის. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართულ ხალხს tradiციულად ყოველთვის შექონდა ხოლმე უკეთესი მომავლისთვის. მე მგონი ყველა ხვდება, რომ ეს არის დამუშავებული მეთოდი, რომ თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებებში 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, 8 თუ 9 მაისი, 7 თუ 8 აგვისტო, ესე ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული მეთოდი საზოგადოების გახლეჩისა. ამიტომ სასაცილო არის ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ რომ გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენ გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. პროკურატურამ რა მომენტში ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ნახეთ კიდევაც რომ არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ამავე დროს ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი რამ, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას, ხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ხედავდით ძალადობას და პარლამენტის შენობის გადაწვის მსვლელობას, ხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო, შესაბამისად რეაქცია ქონოდათ და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვეს ქვეყანა ქაოსისგან და მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებისგან. საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ მეგობარ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი. სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკამდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთ საქმიანობა, ვინაიდან შესაბამისი ყველანაირი როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი აქვს დღეს სახელმწიფო საკუთრების სამსახურს, სათანადო რეაგირება ქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი. მთელი საქართველოს არის მომსწრე იმისა, თუ რა უსამართლობას ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია იმედის მიმართ დღისით, მზისით, როგორ მოხდა ჩვეულებრივი დაყაჩაღება და რეკეტი და მთელი ტელევიზია მიისაკუთრა მიხეილ სააკაშვილმა მაშინ. ამ ტელევიზიის მთავარი სახეები იყვნენ მათ შორის აღარ მახსოვს ამ ჟურნალისტის ვარი, დღეს რომ აი პოლონური პროპაგანდის მთავარი რედაქტორია ქალბატონი ნათია, გვარია შემახსენეთ თუ გახსოვთ, რომელმაც მოდელირებული ქრონიკა მოაწყო. და დღეს არის პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტი. ესეც ხოლმე მეტყველებს, რომ ვინ იდგნენ მაშინ ამ ხალხის უკან. იგივე ხალხი ვინც შემდეგ დაასაქმა ესენი პრემიებს გადასცემს, პრიზებს გადასცემს, ჟურნალისტიკის პრისაძლევ მისცეს ნიკა გვარამიას, პროკურორს, რომელმაც იმედის ჩამორთმევაში მათ შორის თავისი როლი შეიტანა და ვინც იყო მთავარი რეკეტიორი მიხეილ სააკაშვილისა, ჟურნალისტის პრიზი მისცეს. რაღაცზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ, როდესაც ასეთი ღირებულებითი დაცემა არის მათი მხრიდან, ვინც აბოლოჯაბში დაკვეთებს აძლევს სწორედ ამ ადამიანებს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ერთი სიტყვა არ დასცდენია ევროკავშირის ერთს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველის შესახებ, რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიგო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი იქნებოდა საზეიმო.